მოგესალმებით და დღეს ვნახოთ ესეთი თემა პაუზა თუ დასასრული. ნახოთ ვინ ხართ თქვენ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისუფლება, რომელსაც უყვარს ექსპერიმენტები, რომელსაც უყვარს წინ სიარული, ხო, რაღაცა ცდილობთ, რომ უკან არ გაიხედოთ, უფრო მეტი ენერგია ჩადოთ წინსვლაში. ნახოთ, პარტნიორი ვინ არის? პარტნიორი არის ადამიანი, რომელსაც სიმართლე გითხრათ, გაურკვეველი აქვს რა უნდა ზოგადად, ხო? აი პარტნიორი არის ადამიანი, თქვენ თუ ხართ ჩამოყალიბებული, რა გინდათ და წინ მიიწევთ. პარტნიორი არის ადამიანი, რომელიც ბოლომდე არასოდეს არ არის თავის გადაწყვეტილებაში, თავის სურვილში, ესე ვთქვათ, დარწმუნებული. და პლუს მაგას ძალიან არ უყვარს, როდესაც ხდება რაღაცა საკითხთან მიმართებაში პასუხისმგებლობის აღების მდგომარეობა, ხო? აი არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც დაგპირდათ, რომ ხვალ, ანუ დაპირებით არ დაგპირდათ, აი შეიძლება გითხრათ, რომ აი ხვალ წავალთ სასეირნოთ ან რაღაცა ერთად ვივახშმოთ, მაგრამ პირობას არ დადებს ამაზე, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს ან დაავიწყდეს, ან უბრალოდ რაღაც საქმე გამოუჩნდეს, ან აი არ ვიცი, ადამიანი ყოველთვის რაღაცნაირად ძალიან ისე ინფანტილურად უდგება ყველა საკითხს, არა მარტო ურთიერთობას, არამედ ყველა საკითხს. კარგით, ნახოთ. პაუზა თუ დასასრული. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ეს არის ბრძოლა. ბრძოლა შიშებთან მიმართებაში. ნახეთ, ადამიანი გითხრათ, რომ პასუხისმგებლობა აღება იმდენად უჭირს და იმდენად რთულია მისთვის, რომ ეს არის ესეთი მომენტი, როდესაც ადამიანს ეშინია და აქვს იმისი განცდა, რომ ძნელია მისთვის ეს რაღაცა ზედმეტად ჩადოს რესურსი, ხო, ზედმეტად რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს ურთიერთობაზე, რაღაც ახალი გააკეთოს და ახალი ნაბიჯი. ისე რომ პაუზა თუ დასასრული. იცით რა არის, ნახეთ, ჯერ არ არის ადამიანი ჩამოყალიბებული იმაში, ეს საბოლოო ჯამში იქნება პაუზა თუ დასასრული, მაგრამ მე ესე გეტყვით, რომ ადამიანი ამ ეტაპზე არის გასული, ესე ვთქვათ, საფიქრალად, რა ჯობია მისთვის და აქ როგორი მომენტი, თქვენ თუ მოგბესდათ ამ ადამიანს, უბრალოდ დიდი ხანი დაგჭირდებათ ლოდინი და თქვენ თუ მოგბესდათ ეს ყველაფერი, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე დასასრული იქნება. ისე რომ სამწუხაროდ